ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ხილვა, რასაც დღეს განსაკუთრებით გუშინ უკანასკნელი 2-3 დღის განმავლობაში ვაკვირდებით. ხელისუფლება აღარ ჩანს საერთოდ. ანუ თუ კი აქამდე ჰქონდა მათ ცდილობა იმიტაციისა, თვითონ რაიმე სახის პროცესს მაინც მართავდნენ, ანუ სიმულაცია პროცესის მართვისა, დღეს ხედავთ ეს ადამიანები დაიკარგნენ, ანუ საჭეს მთლიანად ხელი გაუშვეს და აღარ არსებობენ ფიზიკურად თითქოს ქვეყანაში. რისი თქმა მინდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, მნიშვნელოვანს ყველასთვის. მე ვფიქრობ, ყოველი 10 მოქალაქიდან 7 მოქალაქეს ეხება ის საკითხი, რომელზეც მე მინდა ახალ ვისაუბრო. 3 თვით იყო დაწესებული საშეღავათო პერიოდი საკრედიტო შენატანებზე. ანუ მოქალაქეებს კრიზისის ძვინვარებისას ჩვენ ვუთხარით, რომ მოქალაქეებო სამსახური ადგილები ჩვენ დაგაკარგიათ, ეკონომიკა გავაჩერეთ, ლუკმაკური თქვენ აღარ აკავთ, ვერაფერ ვერ გეხმარებით და ამიტომ აქ კარგი ხალხი ვართ ხელისუფლებაში და 3 თვით გეუბნებით, რომ ბანკში არ მიხვიდეთ. ანუ თქვენი ვალის მომსახურეობისთვის არ დაგჭირდებათ ნერვიულობა. ეს 3 თვე იწურება ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასო მილიარდერო, ოლიგარქო, 3 თვე იწურება ივნისის დასაწყისში. და ყველა მოქალაქეს და სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოში ვიმეორებ 10 მოქალაქე და 7 აქვს ბანკის ვალი. ექნება ვალდებულება გადაიხადოს უკვე პროცენტი, რომელიც გადახდებინებისგან თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, უბრალოდ ტერმინირებული იყო და ივნისის თვით კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ მათ. და როგორ ისმის კითხვა, სამუშაო ადგილები აღადგინეთ, მომსახურეობის სექტორი, ასე ვთქვათ, ყვავის ეკონომიკა ნელ-ნელა მუშავდება თუ მუშავდება? არა, ყველაფერი არის გაჩერებული როგორც არასოდეს. მომსახურეობის სექტორი ჩაბეტონებული არის, ქვესკნელში აღარ არსებობს. ეკონომიკა დახოფული გაქვთ, მოქმედადებული გაქვთ და ხალხს ახლა ივნისის თვიდან რეალურად გადახდებინება კი არ უნდა მოთხოვოთ. სიმართლეს თუ ვიტყვით, რეალურად უნდა დაიწყოთ იძულებითი აღსრულება. ანუ უნდა დაუყადაღოთ, ინკასოები დაადოთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ხალხი ვერ გადაიღეს საიდან. ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს ფული მატერიალური სახით, რომ მოქალაქე მოვიდეს ბანკში და გადაიხადოს ვალი. და ხმა მაინც ამოიღეთ. და ამ ხალხს დაელაპარაკეთ. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ გაქვთ და 4 თვეა სრულდება უკვე. მას შემდეგ ეკონომიკა დახურეთ 4 თვე სრულდება, როცა ხალხი ჯერაც ელოდება თქვენსგან მწირე დახმარებას. ანუ არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და მე ვფიქრობ, აქ ერთსულოვანი იქნება ყველა. მიუხედავად ამ პოლიტიკური პარტიის ხარდაჭერი არის თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხარდაჭერი არის. ქართული ოცნების პოლიტიკური პარტიის ხარდაჭერებიც დარწმუნებული ვარ, ახლა დამეთანხმებიან. უნდა გადავადდეს კიდევ 3 თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი. ხას უსვამს საკრედიტო შენატანების პერიოდი. ანუ ხალხს არ უნდა შევატანიოთ მთლიანი თანხა, როგორც ძირი, ასევე მასზე დაკისრებული პროცენტი. და ბოლოს მინდა მნიშვნელოვანი დეტალი შევახსენო მოსახლეობას. საერთაშორისო პარტნიორების ჩვენი, ასევე საერთაშორისო ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების დახმარებით ჩვენ მოვიზიდეთ $1.5 მილიარდი საბანკო სექტორისთვის და მაპატიეთ ეს $1.5 მილიარდი საბანკო სექტორისთვის იმას გულისხმობს, რომ ხალხს არ უნდა დავეხმაროთ, რისთვის უჭირდება აბა ეს შეღავათები. ამიტომ 3 თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება და მე ვფიქრობ, ეს უნდა განცხადების სახით გააკეთოს ან ბიძინა ივანიშვილმა, ან ბატონმა კახარიამ უახლოეს დღეებში, რომ ხალხს სულიერი სიმშვიდე მაინც დაეუფლოს, რომ არ იყოს, ასე ვთქვათ, თქვენი არარსებული დახმარების მოლოდინში და არ ელოდებოდეს მაცივრისა, ტელევიზორისა თუ სხვა მოძრავი და უძრავი ქონების დაყადაღებას საავსრულებლო ბიუროს თანამშრომლებისგან.